დასაწყისშივე გეტყვით, რომ მე თვითონ სახლში ზეთის დამზადებისაკენ ვიხრები და უკვე შეკვეთილიც მოქვს მცირე ზომის ზეთსახდელი დანადგარი, რომელიც სამზარეულოში მაგიდაზე თავსდება. სანამ ეს აპარატი ჩამოვა, მანამდე რაფინირებულ ზეთებს ვანიჭებ უპირატესობას. პორტატული ზეთსახდელი ქართულ საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში ჯერ არ მინახავს, მაგრამ eBay-ზე და Amazon-ზე უკვე იყიდება და იმედია ჩვენთანაც შემოვა. მისი საშუალებით შეიძლება საკუთარი საჭიროებისათვის დავამზადოთ ზეთი ნებისმიერი ზეთოვანი კულტურიდან. დაწყებული მზესუმზირით, დამთავრებული ნიგვზით, რითაც განუმეორებელ გემოს შევძენთ ჩვენს კერძებს. აპარატი საკმაოდ ეფექტურია და მის საშუალებით ბევრად უფრო მეტ ზეთს მივიღებთ, ვიდრე იმითი, რაც ახლა სამზარეულოში ყველას გვაქვს. ვთქვათ, ხორცაკები, მანქანა, საწური, როდინი და ქვასანაკი და ასე შემდეგ. სპეციალური ზეთსახდელი მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ისეთი ძვირი პროდუქტებისაგან, როგორც ნიგოზი და ნუშია, ზეთის გამოწურვა უფრო ეფექტურად ხდება. ძალიანაც იჩქარებთ ამ დანადგარის შეძენას. საქმე ისაა, რომ გამოსავალზე ვიღებთ ეგრეთ წოდებულ პირველადი გაწურვის, ანუ არარაფინირებულ ზეთს, რომელსაც სახლში რაფინირებას ვერანაირად ვერ გავუკეთებთ. შესაბამისად, თუ რაიმე სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატი იქნება გამოყენებული ზეთოვანი მცენარის მოყვანისას, ჩვენ ზეთში ყველაფერი ეს მოხვდება, თან მოხვდება გაზრდილი კონცენტრაციით. ასე რომ, თუ დარწმუნებული არ ბრძანდებით, რომ ზეთს ხდით ბიოლოგიური მეთოდებით მოყვანილი პროდუქციიდან, არანაირად არ გირჩევთ სახლში ამ ხელსაწყოს ყიდვას და სახლში გამოყენებას. სწორედ ამავე მიზეზის გამო არ ვყიდულობ მაღაზიებში და ბაზრებში კახურ ზეთს. ის არის პირველადი გამოხდის ზეთი, ძალიან გემრიელი, ძალიან არომატული, მაგრამ მზესუმზირა შხამქიმიკატების გარეშე მოიყვანეს, ამაში ხომ არ ვარ დარწმუნებული. არიან ადამიანები, რომლებიც რაფინირებულ ზეთს ლანძღავენ და მოგვიწოდებენ არანაირად არ გამოვიყენოთ. რაფინირების პროცესი არ მოსწონთ რამდენიმე მიზეზის გამო. მაგრამ თუ მზესუმზირა ან სიმინდი შხამქიმიკატებით არის მოყვანილი, რაფინირების პროცესში მათი უმრავლესობა მკვეთრად მცირდება საბოლოო პროდუქტში, რასაც ვიღებთ. ამიტომ რაფინირება პრინციპში საკმაოდ კარგი პროცესია, შეიძლება ითქვას. ეხლა, თავად რაფინირების პროცესი არ მოსწონთ რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან ყველაზე მთავარი არის, რომ ორგანული გამხსნელის ჰექსანის გამოყენება ხდება რაფინირების დროს. წესით, ის უნდა აორთქლდეს რაფინირების პროცესში, იმიტომ რომ თერმულ დამუშავებასაც ითვალისწინებს. ეხლა არაკეთილ სინთეზიერ მწარმოებელს შეუძლია ენერგიის ეკონომიის მიზნით ბოლომდე არ აორთქლოს ჰექსანი, მაგრამ ეხლა ტაფაზე რომ ზეთი მოხვდება, იქიდან კი ნამდვილად აორთქლდება. გინდა ხარშვისას, ჰექსანი ბევრად ადრე ორთქლდება, ვიდრე წყალი. ჰექსანის დუქების ტემპერატურა არის 69 გრადუსი. მე პირადად, რა თქმა უნდა, არც ერთი არ მინდა, მაგრამ თუ ორ ბოროტებას შორის უნდა ამოვირჩიო, მირჩევნია ჰექსანი მოხვდეს შემსახვევში, ვიდრე მაგალითად აქტარა. ამიტომ არ არის საჭირო მრეწველობის დემონიზირება, რადგან ეს არის პირდაპირი გზა გამოქვაბულისაკენ. თუ ნაყიდი ზეთი უნდა ვეხმარო კერძის მოხმარებისას, ამიტომ ისევ რაფინირებულს ვარჩევ და არა პირველადი დაწურვისას. ეხლა, რაც შეიძლება შინ გამოხდილი ზეთი მხოლოდ საკუთარ მამულში მოყვანილი ან ძალიან საიმედო ბიომეურნისაგან ნაყიდი პროდუქტისაგან უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ზეთი შინ გამოხდილი არაფრით არ იქნება სხვა პირველადი გამოხდის ზეთებზე უკეთესი. ეხლა შეუძლია რა თქმა უნდა დეტალურად გავარჩიო რაფინირების პროცესი, რა პლუსებია და მინუსები, მაგრამ ასეთი ვიდეო ძალიან მოკლე აღარ გამოვა. თან იქნება ბევრი ტექნიკური დეტალი, ბევრისათვის ნელად გასაგები და მოსაწყენი. ამიტომ ამ ვიდეოს გავაკეთებ, ასე ვთქვათ, რაფინირების პროცესზე დეტალურად, თუ იქნება საკმარისი მოთხოვნა კომენტარებში. ესე იგი, ინფორმაცია საინტერესო იქნება და მე სტყვილად დროის გარკვევა არ მომიწევს. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისათვის.